მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი მარადიული სული ვარ დაუმონებელი ვარ განთავისუფლებული მონური რაფსკი აშენიკებისაგან ეხლა რა მინდა ვთქვა ხდება სულების გამოღვიძება ხო ბევრს ეშინია ამისი რატო ეშინია პირიქით უნდა გიხაროდეს რომ მე გამოვიღვიძე რა ქვია გამოვფხიზდი მე და გამოვედი კარისო სასარებისაგან და მე რა ქვია გამოღვიძება რაც ნიშნავს რომ ადამიანი მიხვდება რომ არის ბევრი манипуляტორული სისტემები არა მხოლოდ ბევრი манипуляტორული ორფეხა ადამიანები, არამედ სისტემების ბევრი манипуляტორული სისტემებია და ასე ვთქვათ ადამიანის ენერგიებსა და რესურსებს იყენებენ არასწორად. უნდა უხაროდეს პირიქით ადამიანს რომ გამოიღვიძა და ცოტა სხვანაირად, ცოტა დისტანციურად მიუდგება სისტემებსაც და ადამიანებსაც და მტრებსაც და მოყვარებსაც ცოტა დისტანციურად მიუდგება ყველას. ეხლა რა ხდება? გამოღვიძება რას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანმა დღეში ერთხელ მაინც უნდა თქვას, რომ აი მე დღეს რას დარგაიო, აბნურავსე დაგაურებს ყველასთან, ცოცხალ სუშესტოებთან, აცნობებთან, უცნობებთან, რომელიც დაგაურები როგორია, დაგაურები შეიძლება იყოს გამოცნობელი, გამოუცნობებელი, რა ქვია, მიზეზური, ვონა, ბეზვონი, ანტივონი ნებადართული, უნებართო და შემთხვევითი და ასოზნანი, ნეასოზნანი ასეთი დაგავრები შეიძლება მოხდეს. ყოველ დღე უნდა წაიკითხოს ადამიანმა манифესტი, რომ აი მე დღეს რასაც ვისთან დაუშვათ რაღაცა ურთიერთობა მქონდა თუ არ მქონდა ურთიერთობა, აბნუნავი ყველა სახის договоров субъектებთანაც, объектებთანაც. Да, прощаю всех, прошу прощения всех, освобождаю всех, да, ვავალდებულებ ყველას, освобождаю всех, დაუშვათ ჩემი მოვალეობისაგან, ჩემი კარმიჩისკიული უზრებისაგან და ვავალდებულებ ყველას, ასევე სხვაებიც ვარდებულები არიან, რომ მომშორდნენ, მომცირდნენ, დაიცვან ჩემი გრანიცები და მომაშორონ რაღაცა ასე ვთქვა პრეტენზიები კარმიჩისკიული უზრებია, რაღაცა პრეტენზიები, პრობლემები გაანულონ, გააბათურონ ჩემს მისამართით, ჩემს მიმართ. და ვალდებულები არიან გაანთავისუფლონ ჩემი სულის ჩისტოტები, მომიტევონ ვალდებულები არიან, როგორც მე მიუტევებ, ასევე მომიტევონ ვალდებულებები არიან და ასე შემდეგ და ვათავისუფლებთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ჩვენი ასოზნანი, ნეასოზნანი დისტრუქციული პროგრამებისაგან, დისტრუქციული მისრებისაგან, დისტრუქციული ინფოპაკეტებისაგან. ეს გამოზღვიძება და გამოფხიზლება საშიში არ არის. ხო, აი მე დღეს სად ვიყავი, სამსახურში ვიყავი, ვისთან მქონდა ურთიერთობა თუ არ მქონდა ურთიერთობა, თუ ვიღაცამ ცუდად შემომხედა, თუ იქ თვალი მეცა, თუ იქ ცუდი აურა იყო, თუ ვიღაცამ გამიარა, გამომიარა, თუ სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა სისტემა და სხვადასხვა სტრუქტურა აქვს, ზოგს აქვს დამანგრეველი სტრუქტურა, ზოგს აქვს ბალანსირებული სტრუქტურა, ზოგს აქვს საზიდაწენი სტრუქტურა, აი სხვადასხვანაირი, ზოგს აქვს ტექნოგენური სტრუქტურა, იმიტომ რომ ტექნოცივილიზაცია არის, სერები, რები, გრები, არხონტები, მაგალითად ტექნოცივილიზაციები არიან. ან დადებული აქვთ ადამიანებს ცივილიზაციებთან რაღაცა ასტრალპლანებში, კოსმოპლანებში რაღაცა ასოზნანანი, რაღაცა დაგავრები. ხო, აი ფულთან მქონდა შეხება ფულის ეგრეგერებთან, მქონდა შეხება მაღაზიისთან, მაღაზიის ეგრეგერებთან, ან გავისერნე, ან გამოვისერნე სხვა ბიოპოლთან მქონდა შეხება, ხო, და უნდა თქვას ადამიანმა კიდე დააყენოს ასეთი უსტანუკა, რომ საერთო ბიოპოლები რაც არის, ეს ქუჩა არის, მაღაზია არის, პარკი არის, კაფეტერია არის, თუ რაც არის ეს საერთო, რა ქვია, ბიოპოლი, რომელსაც როგორც მე ხმარობ, ისე ყველა ხმარობს, запрещаю საერთო ბიოპოლიდან зло никак не достигай, никак не влияет, только отключается от меня подальше. Запрещаю всем ცოცხალ სუბიექტებს, ობიექტებს, ზომბებს, თუ ნანაბოტებს, თუ ასე ვთქვათ, ტექნო существует, запрещаю всех, на меня зло лиха плохо влияется.
იმიტომ რომ საერთო ბიოველი ბიოპოლი საერთო ეხა ქუჩაში თუ არ გავიარე, სამსახურში თუ არ შევედი ვიმუშავე, ან კაფეში თუ არ გავედი, რაღაცა ჩაი არ დავრე, ან მაროჟნი არ ვჭამი, ან პარკში თუ არ ჩამოვჯექი, ხო? და ეს ლავუშკები უნდა მოშორდეს ამ საერთო ბიოველ ბიოპოლს, როგორც ჩემთვის ვაბლაგა, ისე სხვებისთვის ვაბლაგა, როგორც ჩემი სახლს ვიცავ მე, რომ ჩემი სახლი, ჩემი ნივთები ხელშეუხებელია, ჩემი ბიოსისტემა ხელშეუხებელია, ჩემი სხეული, ჩემი ფიზიკა, ჩემი საზრანია, პაცაზრანია, ჩემი ზრენიები, ჩემი სული დუშდუშა, ჩემი ჩაკრები, ენერგიები, ენერგოინფორმაციული კანალები, ჩემი დნკ, ბაჟესტვინი დნკ ხელშეუხებელია და ტრანსფორმირდება, აჩაიცა, ამივაიცა ჩემი ყველაფერი, ჩემი სულისთვის ვაბლაგა, ჩემი ბიოსისტემისათვის ვაბლაგა, ამივაიცა ისცელა, ჩემი ნივთები დეზინფიცირავდება, ჩემი სახლი კარი დეზინფიციროვოიოს, მე თვითონ სულიერად ხორციელად ბერიეზალატი ულტრაფიოლეტოვი პატოკებით, ხო, როგორც ცეცხლის ძალით, წყლის ძალით, ჰაერის ძალით, ხო, რაღაცა. ასეთი არის ეს, რომელი ადამიანი კითხულობს მანიფესტს ყოველ დღე. რომელი ადამიანი იცავს ერთმანეთის გრანიცებს, რომელი ადამიანი ზაკრივაიცა ნიშნიე პარტალები, ელემენტარული, ხო მე ვარ, რა ქვია, მაგალითად კვანტოვის კაჩუკებით პადრიმაიცა ჩემი ვიბრაციები და რა ქვია ვიბირავი სვეტ ლუბოვ სიხარული სიყვარული ლუბოვ ლასანიშნავს ლუბოვ სიხარული სიყვარული ლუბოვ ესეთი პატოკებია ეს სიხარული სიყვარული ლუბოვ რომ ამით ადამიანის ნერვოზი ფსიქოზი აი ეს მიდრეკილებები ძალადობები ვამპირობები ეს წყნარდება ადამიანი ელემენტარულად ფსიქიკურად მათო ადამიანი კი არა ადამიანის თუ ასეთი არსებობს გარშემო სხვა სუშისტოებიც წყნარდებიან. რა დუჟნი პატოგები ელემენტარულად პადრიმაიცა ჩემი ვიბრაციები, რა დუჟნი პატოგები სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ბალანსირობა. რა ვიბრაციებია ეს? ეს არის დამაწყნარებელი, გამაჯანსაღებელი, ანტინერვოზ, ნერვოს საწინააღმდეგო ვიბრაციები. ეს არის ყველაზე საუკეთესო პატოკები ადამიანისათვის. ცუდი პატოკები რომელია, ცუდი ვიბრაციები რომელია, ეხლა ზალივაიოს ნეგატივებით, დისტრუქტივებით რა თმინდა ნეგატივებით და დისტრუქტივებით ისა პირიქით მაგალითად სონიჭრე ლუჩები რადუჟნი პატოკები სვეტრიე სიხარულის პატოკებით აჩშავის სამივე სისწერებს ნეგატივები, დისტრუქციები, ავადობები, ბლოკები, სამბლოკები, ჟიგაიცა, ვიჟიგაიცა, აბნურაიცა. ხო, რომელი ადამიანი კითხულობს ეხლა რა ქვია იმას, რა ქვია მანიფესტს ყოველ დღე რომ მე პრაშაევს ეხ დღეს ზავერშაიო, აბნურაიო, ატკლუჩაიო, ყველასთან დაგაორებს, მოგოორებს, ვალებს, პრივასკებს, პრისოსკებს, ატპუსკაევს ეხი და ვალდებულები არიან ყველას რომ მომშორდნენ მომცინდნენ შემეშვენ და მომაშორონ დისტრუქციული პროგრამები ასოზნანი ან ოსოზნანი თავიანთი დისტრუქციული პეჩატები თუ გრაზები თუ სამაზგრაზები თუ სხვა დისტრუქციული ინფოპაკეტები და ვალდებულები არიან ყველა რომ თავისუფლად ჩემი სული დავიბრუნოთ ჩემი სულის ჩისტოტები ენერგიების ჩისტოტები აღჭერბეთი ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით ამისი უნდა ეშინოთ ეს ადამიანს რა იქნება ეხლა და რა იქნება და ხდება ადამიანების გამოღვიძება ადამიანების გადასვლა მაქვია მესამე ევოლუციებზე ხო ვართ ეხლა თუ მესამე ეტაპებზე გადავდივართ მეოთხე ეტაპებზე მე გადავართ მეხუთე ეტაპებზე ეს ხდება ბიოსისტემისათვის ბიოტვინისათვის ბიოკვანტური ფიზიკა რასაც ქვია კვანტური შემოქმედება რასაც ქვია და ბიოსისტემა რა არის ბიოსისტემა არის ცოცხალი კვანტური ელემენტარული ღვთიური შემოქმედება ის გულის სისტემა იქ კუჭის სისტემა ეს ტვინი არის ღვთიური ნერვო კვანტური შემოქმედება ღვთიური ნერვო კვანტური შემოქმედება აი ეს და ეს გამოიღვიძა ეხლა ამ ბიოსისტემამსაც აღარ ეშინია უკვე აღარ ბლოკავს ეხლა ეს ბიოსისტემაც თავის სულს ანუ თავის ასე ვთქვათ ღმერთს ღვთის ჩისტოტას აბსოლუტი რა არის აბსოლუტი არის სული რა არის სული არის კეთილი სული ცუდი სული არც ერთი სული არ არის თუ ცუდი აზრები არ აქვს ადამიანი როდესაც გაითავისუფლებს თავს ცუდი აზრებისაგან ხდება კეთილი სული და რა ქვია
ელემენტარული გამოიღვიძებენ ახლა ბიოსისტემები და უკვე აღარ ეშინია ბიოსისტემას მირმეჟმირიების დანახვა, უკვე აღარ ეშინია ბიოსისტემას თავისი სულის დანახვა, ეს რა ქვია ლაპარაკი, შიდა ლაპარაკი, ან შეთავთა ლაპარაკი, ზოგი უიშეთავს რატო ელაპარაკები. ხო არა და ვერ ხვდებიან იმას, რომ ის თავის თავს კი არა, თავის სულს ელაპარაკება. თავის სულს ელაპარაკება. ხო ეხლა მე რომ ვლაპარაკობ ბიოსისტემა, ხო? ესე იგი ჩემი სული ლაპარაკობს, ხო? ანუ მე რომ ჩემ თავს ველაპარაკები, მე ჩემ სულს ველაპარაკები. აი ესეთი რაღაცების უკვე აღარ შეეშინდება ადამიანს და რა ქვია გამოფხიზდება, რა მოხდება და გადასვლა მოხდება და გამოიღვიძებს ადამიანი იმისგან, რომ დაინახავს, რომ თურმე ყველა ჩვენ გვჭამს და ყველა ცდილობს ჩვენს გამოყენებას და მიხვდება უკვე ბიოსისტემა იმას, რომ ეს რაღაცა კანონები კი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი სულია ჩემი უფროსი და ზაპრეშაი ყველა სახის კანონებს განაის წესრიგის კანონებზე მაქვს მე ლაპარაკი, აი რაღაცა მორათფლობელური კანონები და ვიგოდნიკური კანონები და მანიპულატორული კანონები და რაღაცა ეს რა ქვია, უნდა დამემორჩილო აი ესეთი კანონებზე მაქვს ლაპარაკი, რომ ეს კი არ არის ჩემი მეფე. მე ვარ ჩემი თავის მეფე, მე ჩემ მეფეს უნდა მივხედო, ჩემ შინაგან მეფეს უნდა მივხედო და ჩემ ჯანმრთელობას უნდა მივხედო და ჩემს ასე ვთქვათ სულიერ განვითარებას და სულიერ ევოლუციას უნდა მივხედო. ეს აშიში აღარ არის. მთელი ხალხი ნელა-ნელა გადადის უკვე ტრანსფორმაციას განიცდიან, უკვე ბიოსისტემები თვითონ უკვე განიცდიან ტრანსფორმაციას, ასოზნანო თუ ვერ ასოზნანო ეხლა ზოგი მიხვდა რაც ხდება და უკვე ცდილობს ასე ვთქვათ განვითარებას, ზოგი ასე ვთქვათ ინსტინქტურად რაღაცა იღვიძებს, დედამიწაც იღვიძებს, ბიოსისტემებიც ინსტინქტურად იღვიძებენ და მაგრამ ადამიანმა ბოლომდე რომ გამოიღვიძოს და ამისი საშიშროება არ არის, ჩვენ უკვდავები, ბიოსისტემები უკვდავები არა ვართ, უკვდავები არიან მხოლოდ ჩვენი სულები და ჩვენი სულები არ არიან ვალდებულები, იყვნენ რაღაცა მანიპულატორული სისტემების, ასე ვთქვათ, მონები და ადამიანმა ეს აზრები უნდა გაინთავისუფლოს ამ აზრებისაგან თავი და ამ რაღაცა დესტრუქციული პროგრამებისაგან უნდა გაინთავისუფლოს თავი. და რა ქვია რა მოხდება და იქნება სიწყნარე სიმშვიდე ისევ ესე იქნება ყველაფერი უბრალოდ ცოტა რაღაცეები შეიცვლება და თუ შეიცვლება კაია, თუ არ შეიცვლება მცუდია. თუ ეხლა ძნელია იცი, აი გამოღვიძებული ადამიანმა რო იცხოვროს ამ სისტემაში. მეც ავცხოვრობ აქ და მეც ამუშაობ აქ და ადამიანს სულ სხვა თემაზე მინდა დაველაპარაკო მაგალითად, მაგრამ რო ხედავ ადამიანი არის ასე ვთქვათ დაბრმავებული კი არა მძინარა, რასაც ეძახიან მძინარას, ანუ ვერ გამოღვიძებული, იმას რაზე უნდა დაველაპარაკო, და მატერიალურ ნივთებზე უნდა დაველაპარაკო. ეს იქ არის, ესეა, ეს იწმინდება, ეს კეთდება, ეს შენდება, ეს იყიდება, ეს ფასია, ეს კურსი გაიზარდა, ის ამერიკაში წავიდა, ისა და აი ეს მატერიალურ ნივთებზე ლაპარაკი კიდე ძალიან მოსაბეზრებელია და თავი მტკივდება მერე და ვცდილობ ხოლმე საერთოდ გარეთ მოვერიდო ადამიანებს და ველაპარაკო ადამიანებს რაღაცა მატერიალურ ნივთებზე. როგორ ახარ გამარჯობა, მადლობა, ეს არის ჩემი ლაპარაკი გარეთ. აი გაეცინება ადამიანს, მაგრამ ჩემი ლაპარაკი არის უკვე აი აღარ მინდა ხოლმე ამ მატერიალურ თემებზე ლაპარაკი და მით უმეტეს რომ ხედავ რომ ადამიანს მარტო მატერია აქვს ჩაციკლური თავში და ვცდილობ ხოლმე რომ გავეთიშო რა და ხო აი გამარჯობა როგორ ახარ მადლობათ გაიხარეთ და всё უკვე მივდივარ მე ჩემს გზაზე. მეც მუშაობ, მეც რაღაცეები მინდა კაი რაღაცეები მინდა რა ქვია
რა ვიცი ახლა კაი ფულები მიყვარს, კაი ფულები მინდა, კაი რაღაცები მინდა ვნახო, გავყიდო, კაი რაღაცები, იმას ქნა რა ქვია, ვიპოვო, გავყიდო რაღაცა, ნუ რაღაცა გავაკეთო, მეც ახლა ფულზე ვარ დამოკიდებული, ცოტათი თუ ბევრად. ხო, ყველა ფულზე არის ცოტათი თუ ბევრად დამოკიდებული. მაგრამ მისი კი არ მეშინია, მე რო უკვე გამოვიღვიძე, უკვე მიხარია რომ ვიცი რომ ეს ფული, ეს მატერიალა, ეს დროებითია და ამაზე მე სულ არა ვარ დამოკიდებული, საერთოდ ჩემს სულ არ აინტერესებს ეს მატერიალური წაიღე, ვაჭრობა, გაყიდვა, გახეხვა, გაწმენდა, შრომა, ტაქსაობა, მაქსაობა, კი ეხლა პროფესიები იქნება, როგორ არ იქნება, მაგრამ იქნება როგორ იცი, აი დისტანციურად, რომ რაღაცა ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის სასამართლოები და ყველაფერი, მაგრამ აი ეს რაღაცა დისტრუქციული პროგრამები შეიცვლება. მე ყველა თვითონ მიხვდება რა დისტრუქციული პროგრამები, მაგალითად რაღაცა დებილობა, უვადო, ვადიანი, ხანდაზმულობა, აი ეგეთი რაღაცეები და ნებას რო გამოთქვას ყველა, მე ყველა მიხვდება რა შეცდომას უშვებდა, რომ ვადიანებს, უვადოებსა და ხანდაზმულობებს არაფერი ძალა არ აქვს. ეს არის ადამიანის უბრალოდ რაღაცა მატერიალური პროგრამა, რომელიც იბეჭდავს ადამიანი თავში. ეხლა კომუნალურებსა მეც ვიხდი, მაგრამ უბრალოდ რომ გამოვიღვიძე, ეხლა მეც რა ქვია, ნუ საჭიროა რომ გადავიხადო კი არა, უბრალოდ ვიხდი და всё, მივხვდი რა ხდება, უკვე აღარ ვნერვიულობ იმაზე, რომ და ვალაპარაკობ, რომ ჩემი იზობირიები ჩემთან რჩება, ჩემი იზობირიები ხელშეუხებელია კომუნალურებს, კი ვიხდი დროებითად, მადლობა კომუნალურებს, იმიტომ რომ მაგ დენი, წყალი, ჰაერი რაღაცა ჰაერი ღმერთმა მოგცა ჩვენ და ჰაერი ღმერთს მადლობა რომ ჰაერი გვაქვს და ჩვენი ბიოსისტემა მუშაობს, მაგრამ ისე ვიძახი რა პროსტა, მადლობა რომ წყალი მაქვს და всё. მადლობა რომ თავშესაფარი მაქვს. ესე მოხდება რაღაცები, ასე რომ არ არის საშიში ის რომ რა ქვია არ არის საშიში მეოთხედეში გადასვლა. ეს არის უბრალოდ ნელ-ნელა ეხლა ავტომატურად ყველა ბიოსისტემა იცვლება, კოდები ეცვლება, შიფრები ეცვლებათ, ყველა ბიოსისტემა ცდილობს რაღაცა სულები გამოვნენელა იღვიძებენ. ბიობოტები ასოზნანო, აი აღიარება, აი რომელმა აღიარა ის რომ მე ვარ მარადიული თავისუფალი სული. რომელმა აღიარა, უნდა აღიაროს, უნდა მივიდეს ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ მე სხეული კი არა ვარ, მე აი რელიგიას კი არ ვეკუთვნი და აი რელიგიის კანახებს კი არ ვეკუთვნი, არამედ მე ვარ რაღაცა ერთ-ერთი ცივილიზაცია, ერთ-ერთი საზროზდია, ერთ-ერთი ან პლაზმოიდური სული, ან ზიმნოი სული, ან რა ქვია კოსმოსური, ან რაღაცა აბსოლუტის ჩისტოტა, რომელსაც მაქვს, ასე ვთქვათ, ჩემი ბიოსისტემა, ჩემი სულის სისტემა და რომელსაც მაქვს მე ჩემი კოდები, შიფრები და ზნანიები და რომ ჩემი ენერგიები მეკუთვნის მე. და არ უნდა შევაჭმევინო მე ჩემი ენერგიები და არ უნდა შევაჭმევინო მე ჩემი ვაპლაშენიები და არ უნდა შევაჭმევინო მე ჩემი დრო, რაღაცა ასე ვთქვათ, დაუშვათ ეგრეგერებს. ან ვითომ ტუფტა კნიაზებს, ტუფტა ბესებს, ტუფტა მარმონებს, ტუფტა ვითომ მონათფლობელებს, ტუფტა ვითომ მოძალადეებს, ტუფტა ვითომ ფსიქოპატებს, იმ ფსიქოპატებს მოძალადეებს და ტუფტა ასე ვთქვათ დამნაშავებს თუ გამოსწორება არ უნდათ. რა ჩემი ბრალია? რა ჩემი ბრალი ახლა იმას გამოსწორება არ უნდა ის ჩარჩა იმს თავის ჩამპან მძღნერიან პროგრამაში, ძალადობის პროგრამაში და მითრე და უნდა ჩაითრიოს სხვებიც, არა, მე ვუკრძალავ ასეთ მოძალადეებს, ასეთ მანიპულატორებს, მაფიოზებს, დამთავრდა მაფიოსობის დრო,
და დრო არის რომ უკვე გავწყვეტოთ ატნაშენიები და მაფიოზები და მოძალადეები ვალდებულები არიან და манипуляტორები ვალდებულები არიან დაგավորები გაანონო ყველასთან და განთავისუფლონ ყველა თავიანთი პრეტენზიებისაგან. აი ეს ვიდეო და მე თქვა თვითონ სახელმწიფო თანამდებობებზეც მე თანამდებობის არ უნდა მეშინოდეს არც პოლიციის და არ უნდა მეშინოდეს არც მილიციის და არ უნდა მეშინოდეს არც პროკურორის. მაგრამ ისე იმაშვრებიან ადამიანს რომ აშინებენ ვითომ აი მე მაგარი ვარ მე თანამდებობაზე ვზივარ და შენ ვინა ხარ შენ დაბიო ხარ მიხვდი რა ხდება აი ესეთი манипуляტორი რაღაცები ვიკრძალავ ყველას არ შეიძლება ადამიანმა უნდა თქვას კიდაც უფროსობა ავიღოთ უფროსობა სადღაც ამუშავებს ადამიანი ხო იმ უფროს თუ უნდა თვითონ იმუშაოს იქ თვითონ ხეხოს თვითონ წმინდოს თვითონ ისკნას რა ქვია ელემენტარული ავიღოთ აი ავიღოთ უფროსი ხო უფროს აიღო რაღა არის რაღაცა მაგალითად რესტორანი სახინკლე და არიან მეხინკლეები ცალკე არიან და ისინი ცალკე არიან და ესენი ცალკე არიან პროსტა ამ უფროს ქონდა რაღაცა რა ქვია რაღაცა სვიაზები რაღაცა ობიექტი იპოვა რაღაცა ფული ქონდა და გახსნა ხო ეს რაღაცა ხო ან შეიძინა ან გახსნა ეს რაღაცა და ეხლა მუშაობს ეს ხალხი აქ ხო არ მოეწონება ერთი ადამიანი გაუშვებს არ მოეწონება მეორე ადამიანი გაუშვებს ეხლა ვიცი რა არის მე ეს მშრომელი ხალხიც აი პრეტენზიულ უფროსებზე მაქვს ლაპარაკი რა მშრომელი ხალხიც ეხლა გაჭირებული ხალხიც რაღაცნაირად კომპლექსდება იცი ძალიან ამიტომ ეხლა მე ვუკრძალავ მაგალითად ყველა უფროსებს და უფროსებს და არაუფროსებს და ანტიუფროსებს და ყველა უფროსებს ვუკრძალავ ჩემზე დისტრუქციულ ლიანიობას თუ აქ უფროსებს ტრაკი თვითონ იმუშაონ, თვითონ ხეხონ, თვითონ წმინდონ, თვითონ აკეთონ ის ხინკლები, თვითონ იდგნენ 24 საათი ფეხზე, თვითონ მოიმსახურონ კლიენტებს და ასე შემდეგ, ხო? მე ეხლა არ მინდა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ მე ამ თემაზე ვილაპარაკე ადრე, რომ ჩერეზ უფროსებითა და ჩერეზ იმეებით ერთმანეთ არასტარგამი დაგավորებს საბრუნავი პრობლემებს, საბრუნავი პრეტენზიებს და ასობაში და ერთმანეთს კარმჩისკური უზრებიდან უნდა თქვას ეს ადამიანმა დღეში ერთხელ მაინც. ხო, ავიღოთ იგივე თანამდებობაზე, ეხლა ადამიანმა ისწავლა, იმეცადინა და ავიდა თანამდებობაზე რაღაცა და გაიცნო იქ დოკუმენტაცია ყველაფერი სისტემაში შევიდა, ასე ვთქვათ, სამსახურებრივი პოლიციის ან პროკურატურის ან სასამართლოს ან პარლამენტის სისტემაში შევიდა და დაიწყო თანამდებობა, ხო? დაიწყო მუშაობა ხო ამ თანამდებობაზე ხო რაღაცა თანამდებობაზე ხო ან იგივე ექიმი ავიღოთ ექიმის თანამდებობა ან პოლიციის თანამდებობა ან პროკურატურის სასამართლოს თანამდებობა ან ექიმის ან უფრო ის ну სხვადასხვა კუჭის ექიმი, მუცლის ექიმი, გულის ექიმი და ისწავლა ეს ადამიანის ბიოსისტემა და შევიდა და მუშაობს ხო? ეხლა როგორ უყურებენ იცი ადამიანს რომ აი შენ ისახარო მე შენზე მაგარი ვარ შენ ჩემზე რაღაცა ხარ აი ესეთი რაღაცა თვალებით უყურე და ადამიანი უფრო ითრგუნება იმის მაგივრად რომ ადამიანებს დაეხმარონ განკურნებაში ან სწორი რა არის არასწორი რა არის ან რა ქვია გამოსწორებაში დაეხმარონ ადამიანს ან სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარონ ადამიანს ან რა ქვია გაიგოს და დააკვალიანონ ელემენტარული ადამიანი სად რა როგორ მაგალითად დავკარგე რაღაცა და ვეძებ ხო ამ რაღაცას ხო და დააკვალიანონ ადამიანი ხო ეხლა მაგის გამო წავედი პოლიციაში და პოლიცია იქით რაღაცა მე პრიკაზება მიაქეთ ან დავაშავე რაღაცა შემეშალა რაღაცა და დავაშავე ხო რაღაცა ხო და მოხდი ეხლა სასამართლო მაქვს პროკურატურა მაქვს რაღაცა მაქვს ხო ამის გამო უნდა რა ქვია მეძალაონ მე პროკურატურებმა და პოლიციელებმა და დამცინონ და დამამცირონ ამის უფლება არ აქვს არც ერთს
და იციან ძალიან რადაბი არის დამცირება, თავში ჩარტყბები და რაღაცეები, ეხლა ეს ზღაპრები არ არის. იგივე ავიღოთ სასჯელს რო იხდიან რადაბი არის. ვიცი რომ სასჯელს ვიხდი ეხლა დროებით რაღაცა ჩავიდინე დანაშაული და ვიხდი სასჯელს. ვცდილობ გამოსწორდე. ამ სასჯელის მოხდის დროსაც ძალიან რაღაცნაირად ზღუდავენ და ამცირებენ ხალხს. დამნაშავეებს. ზღუდავენ და ამცირებენ. და აქვთ რაღაცა ისინი შექმნილი, კაი ბიჭი, ძველი ბიჭი, მაღალი ბიჭი, მაგარი ბიჭი, ქურდული სამყარო, ძველი სამყარო და ასე სამყაროები, ქურდული სამყარო, მაფია სამყარო და ასეთი სამყარო და კაი გაგება და ცუდი გაგება, არ ვიცი, ეხლა მე მაგათი გაგების, მაგრამ მე ერთი რაღაცა ის ვიცი, რომ სხვა სულს რო დაჩაგრავს ადამიანი, სხვა სულის დაჩაგვრა არ შეიძლება. მით უმეტეს იმან სხვა სულმა მოგაყენა შეურაცხყოფა. თუ დავუშვათ შეურაცხყოფა მოგაყენა პასუხი აგებინე, კი ბატონო. თუ მოგპარა რამე დაგიშავა რაღაცა პასუხი აგებინე, კი ბატონო, მაგრამ უდანაშაულოდ ადამიანის დაჩაგვრა, ადამიანის ზემოდან ყურება, ქალის დაჩაგვრა, დამცირება, ზემოდან ყურება, ან ავამტყოფის უდანაშაულოდ, მაგალითად პაციენტის უდანაშაულოდ დაჩაგვრა, დამცირება, ზემოდან ყურება. თუ არ შეგიძლია ეს პაციენტი განკურნო და არა გაქვს იმისი ტრაკი, რომ პაციენტი განკურნო, გაუშვი ეს პაციენტი იქ, სადაც შეუძლიათ ამ პაციენტს მოემსახურონ. პოლიციასაც იგივეა. იგივენაირად არის პოლიციაც. თუ არ აქვს პოლიციას იმის ტრაკი, რომ ადამიანი გამოასწოროს, ადამიანს რაღაცა დაეხმაროს, ადამიანს რაღაცა გზაკვალი მისცეს, გაუშვას ეს ადამიანი იქ, სადაც ამ ადამიანს მიხედავენ. მაგრამ ეხლა როგორი სისტემებია, რომ რა უბანშიც ხარ, ის პოლიცია გემსახურება. მაგრამ მე ამ უბანში მაგალითად ეს პოლიცია საერთოდ ვერ მემსახურება რაღაც. რა ვიცი, რამდენჯერაც მივედი პოლიციაში, იმდენჯერ ტყუილავ წერე განცხადება და всё რა, დავკარგე რაღაცა თუ ბინა შემდგმურებმა რა ქვია, წყალი ჩაუშვეს დაბლა. დამიტბორეს ყველაფერი თუ მომპარეს რაღაცა თუ მცემეს რაღაცა თუ დამაყაჭაღეს და სახში შემომიცვიდნენ და თუ რა იყო და რა იყო, რა ვიცი, მე ესა ჯერ არც მახსოვს ნახევარი რა გადავიტანე მესაცოდავმა, ღმერთმა ყველამ დაიფაროს და მეც დამიფაროს და აბნულავი დისტრუქციულ პროგრამებს და დისტრუქციულ პაკეტებს და მეორე კიდე თუ მახსოვს და თუ მიმართე პოლიციას, დავწერე განცხადება და всё, რა მოხდა მერე? აი რა ვის ვინ რა. აი ესეთი სისტემები აღარ უნდა იყოს, უნდა მოშორდეს ეს გამომძიებელი, კიდე რა გამომძიებელია, განცხადებას ვწერ და ვერ იძიებს ვერაფერს. კამერები ან კიდე გარეთ რა თუნა ადამიანებს კამერები დაყენებული აქვთ, კამერები მარტო იმიტომ ვინ დააჯარიმონ. ვინ იმას აქნან. აი მე ეხლა დამიშავდა რაღაცა, მოქალაქე ვარ, ქუჩაში გადავედი, გადმოვედი, დამიშავდა რაღაცა, დაურეკებ პატრულს და უთხარი, რომ აი ამ ადგილზე მე დამიშავდა რაღაცა. ხო, დავკარგე რაღაცა ამ ადგილზე, საფულე დამეკარგა, ან ტელეფონი წამართვა ვიღაცამ აი ამ ადგილზე, ხო? აი ვერ ავხედავთ. მანქანის ნომრებს კარგად ხედავენ, რომ დააჯარიმონ და ფული გააკეთონ. აი ეს ზემოდან ყურება ადამიანის და ყველაფერი იმის გამოყენება სათავისოდ რომ ფულები გააკეთონ, ამას რომ მიხვდება ელემენტარულად სული გამოიღვიძებს და მიხვდახ, რომ უი რა ლავუშკა სახელმწიფოში ცხოვრობ, ყველა სახელმწიფო ლავუშკაა. იმიტომ რომ გამოღვიძებულები არ არიან, იმიტომ რომ თვითონაც ძინავთ, იმიტომ რომ თვითონაც რაღაცა 1000 რელიგიას ეკუთვნიან, 1000 წრეებს ეკუთვნიან, 1000 იმებს ეკუთვნიან, ფიცილებიო თუ რაღაცები, აი ფიცილებისაგანაც უნდა განთავისუფლდეს ადამიანი. რა ფიცილი, რის ფიცილი?
მე უნდა დავიფიცო ჩემი სული, რომ ჩემი სული უნდა იყოს ხელშეუხებელი და ჯამთელი და როგორც მე არავის არ ვაყენებ ზიანს, ასევე ზაპრეშაევს ჩემზე ზიანის მოყენებას, თორემ მე რა სახელმწიფოს ვალდებული ვარ? არა ვარ მე სახელმწიფოს ვალდებული, სახელმწიფო უნდა იყოს ჩემი ვალდებული. აი ვინც თანამდებობაზე ადიან და ვინცაც ასე ვთქვათ იძახიან რომ ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ნიჭიერები ვართ, ჩვენ თანამდებობაზე ვზივართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. აი ზუსტად ისინი უნდა იყვნენ ჩემი ვალდებულები, რომ მე არაფერი არ დამიზიანდეს, რომ მე მქონდეს კაი სამსახური, რომ მე მქონდეს თავს შესაფარი, რომ მე ეს ჯამთელი უნდა ვიყო, რომ მე მქონდეს თავის მიხედვის დროც, უფლებაც და საშუალებაც. ისენი უნდა იყვნენ ჩემი ვალდებულები, რომ მე მომხედონ, რახან მე სული დავიბადე აქ ამ სახელმწიფოში თუ ამ დედამიწაზე თუ ამ უბანში თუ ამ რაღაცაში, ეს უბანი მა უნდა აგოს ზუსტად პასუხი ჩემზე, რომ მე დავიბადე აქ, დროებითი სტუმარი ვარ და ეს თანამდებობაზე რო არიან სუშესტვოები, ხო, ავიდრე ისინიც სულები არიან, ხო? ავიდრე თანამდებობაზე და აგებენ პასუხს, თვითონ უნდა აგონ პასუხი თითოეული ადამიანის წინაშე, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაეხმარონ. ხო, ავიდა თანამდებობაზე იმ მიზნით, რომ მე უნდა დავეხმარო ხალხს. ხო? აი რა ხდება, მაგრამ რა ხდება და ხდება რა ქვია, პრავოკაციები და ვიგოდნიკობები და გამოყენებები და მანიპულატორობები. და ვინ იჩაგრება და ისევ რა ქვია, ჩვენ ვიჩაგრებით. ამიტომ ჩვენ ვიჩაგრებით და ამიტომ თანამდებობის პირი თუ ექიმი თუ არ ვიცი რა ვიცი აი ეს მერიაში მომუშავეები თუ თანამდებობის პირები თუ ფულის მომუშავეები თუ საბანკო რაღაცა ხო რაც ხდება, ნუ არქიტექტორები, რომ სასამართლო მომუშავეები ან პარლამენტის მომუშავეები ან პრეზიდენტი ან რაღაცა რაც ხდება, ხო, რომ განაცხადებს ყოველდღე მანიფესტს, ასე ვთქვათ, რომელი პრეზიდენტები შეიძლება დადიან რეგრესოლოგებთან, მაგრამ ეს რა ვიცი, ყველაფერზე არის გადაცემები და რეგრესოლოგებზე ჩვენთან გადაცემები არ არის, სატელევიზიო გადაცემები არ არის. რეგრესოლოგებზე, ეხლა ასტროლოგებზეა გადაცემები და რეგრესოლოგებზე და ასტრალებზე და მენტალებზე და მენტალური წელების განვითარებაზე გადაცემები არ არის. და არ უნდათ გაახმაურონ ეს, მაგრამ ეს მაინც ხმაურდება, იმიტომ რომ ეს უკვე ხდება კვანტური მექანიზმებით, დედამიწამ გამოიღვიძა. და დედამიწა არის ცოცხალი არსება, ასე ვთქვათ, ცოცხალი მექანიზმი, ცოცხალი ბიომექანიზმი არის დედამიწა. როცა იკითხავენ მანიფესტებს, რომ მე რა ქვია რასტარგავი დაგაურებს დღეს მაგალითად ყველასთან осознанно договорებს волнан безвольный договор спрашиваю всех, отпускаю всех, отменя подальше და ასევე რა ქვია უსულებ ყველა სვეტლეგზებს და სხვაებიც ვალდებულები არიან თავიანთი პრეტენზიებით მომშორდნენ მომცირდნენ განულ დაგაურები ჩემზე ჩემ შესახებ, ხო? აი მაშინ უკვე მოხდება ბალანსიროვება, რისი ბალანსიროვება, რომ ეს რაფსკია შეინიკები კარისო სანსარები ეს თანამდებობრივი მანიპულატორული სისტემები და ასე ვიგოდნიკური რაღაცეები, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა შემცირდება. ნელ-ნელა მოგშორდებიან ეს ავისულები, ავიძალები, ნეგატორები და რა ქვია, მიხვდება მერი ადამიანი, თვითონ ის თანამდებობის პირიც მიხვდება იმას, რომ უი, მეც მიყენებდნენ თურმე და ყველა თანამდებობის პირს, ყველა ადამიანს იყენებენ.
ყველა ადამიანს იყენებენ არავის არ ეგონოს, აი ეს მათხოვარია და ვინ არის. იმ მათხოვარსაც იყენებენ. ასე ვთქვათ, როგორ იყენებენ იმ მათხოვარს და ვამპირულად ის მათხოვარიც ვამპირდება, სხვაებიც ვამპირდებიან. რა ვიცი, 1000 ჩიპები, იმპლანტები, ანტენები და რა ვიდეო კამერებია ეხლა ასტრალებში გამოგონილი, ეს რეპტილიემა 1000-ნაირი манипуляტორული ლავუშკები დადგეს და მიხვდება მე იმ მათხოვარმაც უნდა წაიკითხოს ზუსტად ის манифеסטי რომ მე დღეს ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, ვისაც ფული მომცა თუ არ მომცა, ფული თუ გამლელია თუ გამომლელია თუ რაღაცა არის, ყველასთან რას ტარგავი დაგაურებს, ყველას უსურებს სვეტრიეგზებს და ვალდებულია ყველა ასე ვთქვათ, გაანურონ გააბათურონ დაგაურები ჩემზე, ჩემს შესახებ და მომშორდნენ, მომცილდნენ და დამიბრუნოთ ჩემი ენერგიები, ის მათხოვარიც მიხვდება, ის თანამდებობის პირიც მიხვდება და ის ექიმიც მიხვდება, თურმე რომ შეხედე თურმე ჩემ ენერგიებსაც იყენებდნენ, ჩემ განათლებასაც იყენებდნენ, ჩემი ღწევებსაც იყენებდნენ და რა ზიანდება ამ დროს, მარტო ჩემი სული კი არ ზიანდება ამ დროს, ჩემთან მოსული სხვისი სულებიც, ასე ვთქვათ, შეიძლება დაზიანებულიყო. თუ არის ასეთი, თუ არ არის ასეთი, მადლობა ღმერთს, რომ არ არის ასეთი. ნუ ეს მოხდება, რა მოხდება? ომი, რას ქვია ეხლა ომი ეს манипуляტორული სისტემები არის. თუ ხალხი გამოიღვიძებს, თუ სახელმწიფოები გამოიღვიძებენ, თუ თანამდებობის პირები გამოიღვიძებენ და ყველა თუ გამოიღვიძებს ის მღვდლეებიც თუ გამოიღვიძებენ, მუსლიმანებიც თუ გამოიღვიძებენ და ყველა თუ გამოიღვიძებს, ომი აღარ იქნება. აღარ იქნება ომი. აღარ დააჭამენ თავპირს არც გაზის გამო, არც იმის გამო, არც იმის გამო, არც იმის გამო და არც ამის გამო, არც ფულის გამო, არც თანამდებობების გამო, აღარ იქნება ძალადობა. ქალსაც ექნება თავისი გრანიცები, კაცსაც ექნება თავისი გრანიცები, ბავშვსაც ექნება თავისი გრანიცები. იმ გიჟსაც, გადარეულსაც, ფსიქოპათსაც ექნება თავისი გრანიცები. თუ უნდა რომ იყოს გიჟი. და გიჟი რას ქვია, მანიაკი რა, რომ ყველას რაღაცა წართვას, ყველას რაღაცა დაუშაოს, ყველას რაღაცა ზიანი მიაყენოს, ნუ არიან ესეთი ეშმაკები, ხო? ხო, ეშმაკი, ბევრი ეშმაკი სულ უნდა გამოსწორდება, იტყვის ეშმაკი, რომ მე აღარ მინდა კაცო, ვიღაცას რაღაცა დაუშაო, მე მინდა წესურად ვიცხოვრო, მე მინდა გამოასწორო ჩემი კარმიჩისკიული უძლები. ამიტომ ყველამ უნდა გამოიღვიძოს და დღეში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ადამიანმა манифеסטי, რეფორმფესტი, რას ანიშნავს? ეს არის გამოთქვას ადამიანმა თავისი ვოლა, ნება, რა არის ჩემი ნება? არის ჩემი ნება, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მადლობა ვის შეესვეტრიესერებს ყველაფრისათვის, მადლობა ჩემს სულს ყველაფრისათვის, მადლობა ჩემს ასე ვთქვათ აბსოლუტ ჟივას, გაიას, ჩემს ბიოლოგიას, ბიოპოლს ყველაფრისათვის, ვიბირავი სვეტლობა, სიყვარული, მშვიდობა, ჯანმრთელობა. და მომშორდეს და უნდა მომშორდეს ავადობა, უბედურება, ნეგატიურობა, разрушительные, саморазрушительные პრობლემები აბნუნაეცა. და მომშორდნენ ავისულები, ავიძალები, манипуляტორული სისტემებით. რას ტარგავი დაგავრებს სავსემი. ვოლნა, безвольный, антивольный, осознанный, неосознанный დაგავრებს რას ტარგავი სავსემი. და запрещаю всех на меня негативობას, деструкციობას, манипуляторობას, ჩემი იზობირიები, ჩემი სული, ჩემი ენერგიები ხელშეუხებელია. ვუსურებ ყველას გამოსწორებას, ვუსურებ ყველას სვეტრიეგზებს, აკა დასვიდანია. всё, მე რაც შემიძლია, ასე ვთქვათ, შემიძლია და რაც არ შემიძლია ეხლა, არ შემიძლია, ხო? მე სხვა ადამიანის გამო ვერ ეხლა მაგალითად აი ელემენტარული ავიღოთ სულიერი ცხოვრება, როგორ
როგორ შევადარო, რას შევადარო, რომ ადამიანმა თვითონ უნდა განაცხადოს თავისი ამბავი, თავისი პირადი ამბავი, რა პრობლემა აქვს. მე მაგალითად ეხლა რა ქვია ტორტის ჭამა მინდა დღეს. ან კაი ხენკლების ჭამა მინდა დღეს. ან კაი იმის და ჭამა მინდა დღეს რაღაცა იმის ჭამა მინდა დღეს, რა ქვია, შემწვარი წიწილის ჭამა. მაგრამ არა მაქვს საშუალება და ვერ ავჭამ ეხლა ამ შემწვარ წიწილას, ხო? ვერ ავჭამ, არა მაქვს საშუალება. ეხლა რისი საშუალებაც მაქვს, მე ისე ვცდილობ, ასე ვთქვა, ვიცხოვრო კიდევაც, ვიმეცადინო კიდევაც, განვითარდე კიდევაც, ვიშრომო კიდევაც და რისი საშუალებაც მაქვს, მე ისე ვცდილობ განვითარო ჩემი სულიერი, რა ქვია, ევოლუცია. და მაგრამ ეს ხდება სიყვარულით, სიხარულით, ჩემთვის რომ მივხვდი, რომ არა მაქვს, ნუ მაქვს, აიდარდი კაცო. ვითომ მაქვს, ვითომ უკეთესად მაქვს და ვითომ უფრო მეტი მაქვს. რაღაცა წარმოვიდგენ, რა ქვია, ტელეპათიურად, რა ქვია, მისლენო წარმოვიდგენ, ვითომ შემწვარ გოჭს და ვითომ შევჭამე შემწვარი გოჭი მისლენა. და მადლობა ამ შემწვარ გოჭს, რომ რა გემრიელი იყოს, შო? დაიხურა ეს თემა. ეხლა მეორე ადამიანსაც უნდა რაღაცა გაიგე, მაგრამ ეს ადამიანი ვერ იმაშრება, ვერ რა ქვია ეხლა ვერ მიხვდა იმ დონემდე, ვერ მივიდა, რომ არა მაქვს, მადლობა ღმერთს, თუ არა მაქვს კაცო, დღეს არა მაქვს, ხვალ მექნება და ამ ადამიანმა, მეორე ადამიანმა დაიწყო უარესი, ნუ მეც ესეთი ვიყავი ერთი პერიოდი ხასიათით, რომ აი მე არა მაქვს და რატო სხვას აქვს და რატო სხვას უნდა გქონდეს და მე არ უნდა მქონდეს და აი ესე და აი ისე და რაღაცა წუწუნი დაიწყო, ხო ადამიანმა, ხო ეს არის პირადი შესაძლებლობების შეურაცხყოფის მიყენება. მეორე ეს არის ღვთიური იზობირიების შეურაცხყოფების მიყენება. ანუ შენ სულთან, შენ ღმერთთან გაქვს პრეტენზია, რომ არა აქვს მნიშვნელობა ეს სული ვინ არის, კოსმიური სულია, პლაზმოიდია, სერია, რერია, რეპტია, ახოლტია, არ აქვს მნიშვნელობა ეს სული რა იმას ეკუთვნის, ხო შენ ხო ხარ სული, რაღაცა ენერგია ხო ხარ და შენ წუწუნებ რა, აუ ეს ისი არ არის, ეს ისი არ არის, ეს ისი არ არის, ეს ისი არ არის და უკვე შენ შეურაცხყოფას აყენებ, უკვე შენს შესაძლებლობებს მიხვდი და ეწუწუნები შენ თავს, შენ ღმერთს, შენს საზდაწერს, ეწუწუნები და საზდაწერი არის მარადიული საზდაწელი, შენი სული, ანუ საზდაწელი ბიოსისტემისათვის ქვია ამას საზდაწელი. ბიოსისტემისათვის ქვია ამას საზდაწელი. ბიოს სული, რა ქვია, დედამიწაზეც დაიბადა, ბევრჯერ სხვადასხვა პლანეტებზეც გაიარა ევოლუცია, ბევრჯერ და აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, შემოქმედებები და იმ საზდაწერს ეხლა რა ქნას ეხლა მატერიალურად თუ აი ამას უნდა შეხედოს ადამიანმა სხვა თვალით. შეხედოს ამ ყველაფერს სხვა თვალით, რა თვალით იცი, რომ შეიძლება რაღაცა ბლოკები მაქვს, შეიძლება რაღაცა ჯადო მაქვს, შეიძლება რაღაცა სამარაზროში წინი ბლოკები მაქვს და ეს მოსაშორებელია და იმიტომ ვერ მაქვს მე დღეს მაგალითად კაი წიწილა და კაი ხინკლები და ვერ ავჭამ მას. მიხვდი, კი არ უნდა იჭყობოს ადამიანმა და უარესად კი არ უნდა გააზვიადოს ეს ყველაფერი. არამედ უნდა მიხვდეს იმას, რომ ხო არაუშავ რა, არ არის, დავანებოთ ამას, თავი აღარ უნდა იწუწუნოს ადამიანმა და მიხვდეს იმას, რომ მადლობა უნდა უთხრას თავის სულს, მადლობა უნდა უთხრას სელენის, სევიშნის, ბიოვერს, ბიოპოლს, მადლობა ჩემო ბიოვერი, ბიოპოლო, ჩემო გაია, ჩემო აბსოლუტო მიყვარხართ, მადლობა ჩემო სულო მიყვარხართ, მადლობა ჩემო ჩაკრებო მიყვარხართ, მადლობა ჩემო ვიშესვეტრე მიყვარხართ, მადლობა ჩემო ნაცნობებო, უცნობებო, ყველა მიყვარხართ, ხო? სიყვარულის ენერგიებით რა ხდება? სიყვარულის ენერგიებით აჩიშაეცა, საზნანია, ნერვები აჩიშაეცა. მანიაკების ნერვებიც კიდე სიყვარულით აჩიშაეცა. და უყურემერე რა ხდება? ეს ადამიანი თუ ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თქვას ან მადლობა,
თქვას ან მანიფესტი წაიკითხოს, რომ მე აი კი მადლობა ჩემს ბიოვეს ბიოპოლს რომ მე დღეს ესე ვარ, ხვალე უკეთესად ვიქნები, აი რაღაცა მანიფესტი თუ არ გამოხატა, მივხვდი მე ერთმა სულმა აი ან რეგრესოლოგებმა, ან წერიწელებმა, ან ვიშიესვეტრიესილებმა თავიანთი იმით ყველაფერს ვერ გააკეთებენ. მივხვდით, მე ვერ გააკეთებენ ყველაფერს თავიანთი იმით. და ღმერთი არის ერთი საზნანია. სიკეთის საზნანია, სხვადასხვა სულები, სიკეთის სხვადასხვა სულები საითკენ მიისწრაფიან. სიკეთე, სიხარული, ბალანსიროვნება, კოსმოს ზაკონები, რასაც ქვია. ეს არის ღმერთი, რასაც ვეძახით, აბსოლუტი შვილები ვართ ჩვენ. და ეს რა ქვია, ანგელოზები, არხანგელები, ანგელები, ქერუფიმები რა არის, ეს არის კეთილი საზნანიები, რომლებიც ცდილობენ ბალანსიროვნებას, გარმონიზაციულობას, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სიკეთე, სიმშვიდე, სიწყნარე, ცდილობენ გააჯანსაღონ სულები, გამოაღვიძონ სულები, რომლებიც ცდილობენ აუკრძალონ ბესებს, ერებს, რებს, გრებს, არხონტებს, მანიპულატორობა, სულებზე მანიპულატორობა. აი ეს არის ღმერთი. და ადამიანმაც უნდა რაღაცნაირად მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ უყურე რა ხდება, მე გადავდივარ ახლა მეოთხე დ განზომილებაში, მეხუთე დ განზომილებაში, მე შეიძლება ვერ შევჭამო კაი წიწილები და რაღაცეები და კაი ხინკლები და რაღაცეები, მაგრამ თავარია ჩემთვის ჩემი სული იყოს კარგად და თავარია ჩემთვის ჩემთან იყოს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, გარმონია, ბალანსიროვება და წარმოვიდგენ კაცო იმ წიწილას ვითომ ავჭამე, всё, გემრიელი იყო, მადლობა წიწილას, მადლობა წიწილის ენერგიებს, მადლობა გემრიელ საჭმელებს. რა პრობლემა არის ეს, რომ მივა ადამიანი იმაზე რა ქვია გადავა თავის სულიერ ევოლუციებში, რომ მივა, რომ აზროვნებას რომ შეცვლის და აზროვნება იცვლება ძალიან სწრაფად იცვლება აზროვნება კვანტური სკაჩოკებით, კვანტური ასე ვთქვათ, გადასვლებით, კვანტური სკაჩოკებით და ადამიანმა ეს უნდა დაიცვას ეს გადასვლა, იცი, გადასვლა კი რევოლუციები უნდა დაიცვას. არის ძალიან ბევრი ვირუსები გამომასქნილი, ეს ჯიები და რაღაცები და ეს ვირუსები, ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს ბლოკავს ადამიანის აზროვნების განვითარებას, ვირუსებია, ეს ჰაკერ-კრაკერული ვირუსები. ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, რომ я запрещаю ყველა სახის ჰაკერ-კრაკერულ იმეს обнуляется моментально, автоматически. და ჩემი ასე ვთქვათ, საზნანია, подсознание ხელშეუხებელია, защитолия, ნაირ ზალატი ультрафиолетовый ბელია, რადუჟნი, სიყვარული, ბალანსიროვებების ენერგიებით, ჩემთვის ბლაგა ჩემი სულისათვის ვაბლაგა. აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ ის უნდა იყოს სიხარულით გამოღვიძება, ამისი არ უნდა გვეშინოდეს, ტელეპათიურად უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, რომ დაუშვათ დედამიწაზე, რატომ გვერევიან ეს ავისულები და ავიძალები, იმიტომ რომ ვერ გვესმის ერთმანეთის ტელეპათიურად, მივხვდი რა ხდება? ვერ ხდება ინფორმაციების გადაცემა ტელეპათიურად და ეხლა რა ქვია, через ინტერნეტითა და через YouTube-ითა და через იმეებით კი ვაგონებთ ერთმანეთს ხვას რაღაცა, რომ აი მე ესე ვფიქრობ, აი შენ ესე ფიქრობ, აი ის ისე ფიქრობს, აი იმას ეს აზრი მოვიდა, აი იმას ის აზრი მოვიდა, მაგრამ ტელეპათიური ისენი რომ არ გვასწავლეს თავიდანვე, არ არის მიღებული სწავლებაში,
რო ვერ განვივითარეთ, ეხლა უნდა თქვას ადამიანმა, რომ ყველა სახის დესტრუქციული სწავლებებზე აბნურაიუ პროგრამებს, მე ვირჩევ ჩემს სულიერ სწავლებებს. ჩემი სულიერ სწავლებებს, ჩემს სულიერ ევოლუციებს, ჩემს სულიერ სვაბოდებს ვირჩევ მე. აი ესე უნდა იმას კრას ადამიანმა როგორღაც იბრძოლოს, სიტყვით მაინც უნდა იბრძოლოს, ლოცვით მაინც უნდა იბრძოლოს, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს ამ მასკარადული სისტემებიდან, რომლებიც უკვე DNK-ში გვაქვს გამჯდარი, რომელიც უკვე DNK-შია გამჯდარი და DNK-საც გამოსწორება უნდა თქვას ადამიანმა, რომ ჩემი DNK მაგალითად პერე კოდირდება, პერე ტრანსფორმირდება, პერე სცენარავდება, პერე პროგრამირდება. ჩემთვის ასე, ჩემი სულისათვის ასიკეთო, სვეტრობო, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბალანსირება, ჩემი ჩაკრებისათვის ასიკეთო, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, ჩემი რესურსები მეკუთვნის. მე ზაპრეშაიუ დესტრუქციულ პატკულუჩკებს, ვამპირულ პატკულუჩკებს ზაპრეშაიუ. ვამპირული პატკულუჩკები, მაგალითად დაისჯებიან, ბუდუჯი გაცა. აი ესე რაღაცა უნდა მოიგონოს ადამიანმა და რაღაცნაირად უნდა გამოვიდეს 3D განზომილებებიდან, არ უნდა შეეშინდეს, უცბად გადავიდეს მე-4D, მე-5D, მე-6D განზომილებებზე, მე-4D, მე-5D, მე-6D განზომილებები რას ქვია, რომ სულს აქვს mnogamierni შესაძლებლობები. სული უნდა გაანავითაროს ადამიანმა. mnogamierni აზროვნების შესაძლებლობები, mnogamierni აი ევოლუციების შესაძლებლობები. ბევრნაირი ევოლუციური შესაძლებლობები. სულს შეუძლია დაუშვათ თავის საზვიოზდიებში შექმნას, მაგალითად მარწყვების ბაღი, მაგალითად მდინარეების ჩანჩქერი, მაგალითად ჟიზნენის სილები, კაი ენერგიები, მაგალითად რა ქვია, ბოტანიკური ბაღი შექმნას შეუძლია, მაგალითად და ეს ბაღი თითოეული სულისათვის საერთოა, საერთო კი არა, თითოეული სულისათვის ინდივიდუალურია, გრანიცებია დაცული, იმიტომ რომ მე ეს ჩემი მარწყვების ბაღი, ან კიტრის ბაღი, ან რა ქვია, კიტრი პამინდურის რაღაცა ბოსტნეულობის ბაღი შევქმენი ჩემი ფიქრებით, ჩემი ენერგიებით. მაგალითად ეს მეკუთვნის, მე ეს ჩემთვის ინდივიდუალურია, მაგალითად მე ჩემ ბაღში შევქმერი ისეთი ენერგიები, მაგალითად სანთლების, ცეცხლის ენერგიები, სოლსოდას ენერგიები, სოლსოდის ენერგიები, რა ქვია, დაფნის ფოთლის რაღაცა ენერგიები, რაღაცა ცეცხლის ატამი შევქმენი მე ჩემს მისლებში, სადაც შემიძლია ამ ჩემი ცეცხლის ატამებით, ასე ვთქვათ, დავიცვა თავი. ეს არის ჩემი მაგალითად მისლებით შექმნილი ჩემი კერძო ბიოველი, კერძო ფიქრები, რომლებიც ასეთ რაღაცებს მირმეჟმირია, კიდევ ეხლა თვითფრინ ტექნოგენური ისენი როა შექმნილი, რა ქვია, უხილავი, ჩვენთვის უხილავი, მაგრამ მირმეჟმირიებში რომ არის შექმნილი ინაპლანეტარული თეფშები, ინაპლანეტარული კოსტუმები, ინაპლანეტარული გემები, პირატული გემები, ეს ცეპები და ჩიპები, იმპლანტები და კანატები რა არის? ეს არის ენერგიებით, მისლი ფორმებით, ენერგიებით შექმნილი, ენერგოინფო პაკეტებით შექმნილი რაღაცა ისენი, რომ ტარელკამ უნდა იტრიალოს და ამ ტარელკას სჭირდება ენერგიები და ამ ენერგიებს ვისგან იღებენ და რა ვიცი, იღებენ
ენერგიებს ჩვენგან შორს. ჩემი ენერგიები ეკუთვნის მხოლოდ ჩემს სულს, ჩემს სულის ჩისტოტებს. всё. Ну, ესეთი რაღაცა არის დაახლოებით. აი, რომ შეიქმნა გალაქტический федерация სვეტას, ლეჩებნიცა. როგორ შეიქმნა? იქ შეიქმნა ის იმათი ის არის იმათი ფიქრებით, იმათი აზროვნებით, იმათი ნიჭებით, იმათი ენერგიებით, ანგელოზების ენერგიებით, ანგელოზების ნიჭებით შექმნილი კაფსულები, ლეჩებნიცა კაფსულები, სადაც ასე ვთქვათ, რა ქვია, სკანერული კაფსულები, სადაც არჩენენ ჩვენთვის უხილავ სულს, მაგალითად, ჩემს სულს, იმის სულს, ამის სულს სტრესებისაგან, ავადობებისაგან, ვირუსებისაგან, ბლოკებისაგან, ზიანებისაგან, რა ქვია, და ასე შემდეგ. ეს შექმნეს, ეს რა ქვია, იმათი გრანიცა არის, არხანგელ მიხაილის, არხანგელ რაფაელის, არხანგელ ცერონის, გავრიელის, ურიელის ლეჩებნიცებია შექმნილი, სადაც სულს შეუძლია, გამოღვიძებულ სულს შეუძლია მივიდეს, თხოვოს არხანგელ რაფაელს, აიყვანს არხანგელ რაფაელი და რა ვიცი, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე განიკურდება ამ კაფსულებში, მერე ხდება დეზინფიცირება ბაქტერიებისაგან და ნეკროტიკული ენერგიებისაგან, დეზინფიცირება ხდება და ასე შემდეგ. აი, უნდა შექმნას, აი, მე რომ ვიძახი, დეზინფიცირებუეს ბერი, ზარატე, ультрафიოლეტოვი, უზუმრუდი, ჟოლტი, ბელი, გვერილისფერი, ჭინჭილისფერი, ჩაისფერი, იმისფერი, ამისფერი პატოკებით. რას ნიშნავს? სოლსო და პატოკებით დეზინფიცირებეს, იოდის პატოკებით დეზინფიცირებეს. ეს მე უნდა წარმოვიდგინო, მე უნდა იმას ავქნა, ვიგრძნო ეს ენერგია, აი, იოდის ენერგია, ხო იცით ყველა, იოდის ენერგია, სოდის ენერგია, მარილის ენერგია, ეს უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა და ამით უნდა იმას აქნას. დეზი დაიბანოს, ვითომ დაიბანოს, სული უნდა დაბანოს, ენერგიები უნდა დაბანოს. ამით უნდა განიკურნოს ნელ-ნელა თავი. მზის ენერგიები ხო ყველა მიცით, ეხლა მზე აცხელებს, ხო, ადნობს, აცხელებს, ხო, აი მზის ენერგიებით, რას თვარაეცა, სლიმაეცა, ჟიგაეცა, ვსე დისტრუქტივები, ხელული, უხილავი დისტრუქტივები. ატმინია პადალში, ნა ტრანსფორმაცი, ნა აბნულენი. აი ეს არის მე-4-დე, მე-5-დე, მე-6-დე, მე-7-დე, მე-8-დე, მე-9-დე, მე-18-დე განზომინება. სადაც ადამიანს არ ეშინია გამოღვიძები, იცის რომ სხვა სულებიც სულები არიან, სხვა რა ქვია, და არ აჩაგრინებს უკვე არავის თავს და არავის არ აძახებინებს, რომ მე ვარ შენი უფროსი. მიხვდი? აცხადებს, რომ მე ვარ ჩემი თავის უფროსი და მე ვარ აბსოლუტის ჩისტოტა, ღმერთის ჩისტოტა. Запрещаю всех на меня зло лихо-плохо влиять. აი ეს არის გამოღვიძება, ისი უნდა ეშინოთ, მე ვირჩევ, ჩემთან უნდა იყოს სიყვარული, ბედნიერება, არ მინდა არავისი ნება, იყოს ნება შენი, რისი ნება. ვისი ნება, მე არავის არაფერ ნებას არ ვაძლევ. უნდა იყოს ნება ჩემი სულიერი ნება უნდა იყოს და ვირჩევ სიყვარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გარმონიზაციულობებს, თავისუფლებებას, სიმშვიდეს, ჩემთვის ვაბლაგა, სხვებისთვის ვაბლაგა. აი ეს კოდები და შიფრები ძალიან დიდი მნიშვნელობაა კოდებსა და შიფრებსა და ლაპარაკს და იმებს, რა ქვია, პაროლებს, პროგრამებს, პროგრამირდება ადამიანი და დადის შენი ნება, კი არა, ჩემი ნება, უნდა იყოს, რომ უნდა ვიყო თავისუფალი. ხო, აი ესეთი მდგომარეობა არის. შეჯიბრი და ჯიბრაობა არ არის აქ. და ადამიანი უნდა მივიდეს იმ
ასოზნანომდე, აზრებამდე, რო აქ ჩამოვიდა იმისთვის კი არა, რომ ვიღაცებს შეეჯიბროს, მე ლამაზი ვარ, მე კუნთიანი ვარ, შენ ვინახარ, შენ ვინ ჩემი ფეხები, მასე კი არა. ადამიანი უნდა მივიდეს იმამ, რომ ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაიაროს რაღაცა უპიტები, რაღაცა ბედნიერება ნახოს, სიყვარული ნახოს, ჯანმრთელობა ნახოს, სიხარული ნახოს, სხვა სულები გაზარდოს, სხვა ბავშვები გაზარდოს, სხვა ბავშვებს სულებს შეუწყონ ხელი ევოლუციებში, რევოლუციებში, კაი სიმღერა დაწეროს, კაი ლექსები დაწეროს, კაი ის დაწეროს, ის კი არა იტანჯა და იტანჯა და იტანჯა და არ იტანჯა, ვერ იტანჯა. всё. აი რაღაცნაირად შეცვალოს ეს პროგრამები, კაი რაღაცები მას ეკნეს და აი იმისთვის ჩამოვიდა სულები და იმიტომ კი არა რომ ისა რა ქვია ეჯიბროს და რაღაცა მე მაგარი ვარ და მე ისა და მე ისა მე თუმეტეს ჩვენს ნიჭებს, ჩვენს ცოდნებსა და ჩვენს ლაპარაკებს აი ესე ჩვენი ჩვენს ცოდნებს ელიტა ძალიან კარგად იყენებს. აი მაგალითად ეხლა ჩავწერე ხო YouTube ხო? ჩავწერე რაღაცა ჩემი ლაპარაკი ხო? პირველი სად მიდის, პირველი მიდის ინტერნეტ პროგრამაში. ინტერნეტ პროგრამა ვის ეკუთვნის, რას ეკუთვნის? ელიტას. ელიტა აი ჩემს ასე ვთქვა დარიგებებს პირველ რიგში იყენებენ ელიტა. გამოიყენო ღმერთბახელი მოუმართოს, მე უსურვებ ყველა სვეტრი გზებს და ამავე დროს რა ქვია ზაპრეშაიუ ელიტებს და ელიტარულ სისტემებს, манипуляторულ სისტემებს ზაპრეშაიუ ნამინეს როლი ხაპლუხავრიაც. მე არავის სათამაშო არა ვარ. ზაპრეშაიუ ნამინეს კანირავაც კაპირავაც და კლანირავაც. ასვაბაჟდავით ჩემს სულსულის ჩისტოტებსა და ჩემს კლონებს და ყიდვა გაყიდვისა და ვაჭრობის, ინტერნეტ ქსელ ვაჭრობისა და ინფო ვაჭრობის პროგრამები ატკულო ჩაეცა ატმინია. მე შეიძლება ვივაჭრო ბიომატერიალით, ან ხილით, ბიომატერიალით კი არა. ჩემი ბიომატერიალით არასოდეს არ ვივაჭრებ. მე ზაპრეშავ ჩემ ბიომატერიალებზე ნეგატივობასა და დისტრუქციობას. მე შემიძლია ვივაჭრო დროებით მატერიალით, უსულო მატერიალით, ტანსაცმელი, ან ხილით, ან კარტოფილით, ან სტაფილოთი, ან რაღაცით, მაგრამ ჩემი სული ჩემი საზნანია, ჩემი ცოდნა, ჩემი ნიჭები, ჩემი რა ქვია ბიომატერიალი, ჩემი ენერგიები, ჩემი ლაპარაკი, ჩემი ხმა გინდაც, ჩემი ატრაჟენიები ხელშეუხებელია. გაუქურდველია. ვარ გაუქურდველი. ბუდუჯი ჯიგაცა, ვიჟიგაცა დაჯარიმდებიან манипуляტორები. დაჯარიმდებიან კრადნიკები, დაჯარიმდებიან ასე ვთქვათ ინფოვაჭრები კი არა, ინფოვაჭრები კი არა, ისა ხო, დამზიანებლები დაჯარიმდებიან. всё, აი ეს მინდოდა მეთქვა. აი ესეთ манипуляტორ სისტემებში ცხოვრობს ადამიანი და ზოგი იძახის რომ ისა მერე რა ადამიანმა უნდა განაცხადოს ინტერნეტ სისტემა. Работает только во благо ჩემთვის, ბეზრუდა ჩემთვის. ზაპრეშავ ინტერნეტ სისტემას მის მომსახურებლებს თუ მის რა ქვია გამომგონებლებს თუ მის შემქმნელებს თუ მის всем участникам матрицы და их представителებს запрещаю на меня деструкციობას, негативობას, კრადნიკობას და ვაჭრუკანობას და მაიმუნობას. запрещаю всех. აი ესე უნდა განაცხადოს ადამიანმა, გამოღვიძებულმა ადამიანმა. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა დღეს.